ვაგრძელებთ საუბრებს პრევენციის შესახებ. სახელმწიფოს სტრატეგიები, რომელთა მიზანია პატივისცეს, დაიცვას და შეაცვლოს სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებები, მნიშვნელოვნად ამცირებს ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევას. ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესება შესაძლებელია კარგი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკით, რომელიც ყოველთვის ხელმისაწვდომია და მაღალი სტანდარტები აქვს. სასარგებლო სოციალურ-ეკონომიურ პოლიტიკას მიეკუთვნება ისეთი საკითხების გადაჭრა, როგორიცაა ბავშვის ადრეული განათლებისა და ზრუნვის პროგრამა, უნივერსალური პირველადი და მეორადი განათლებით უზრუნველყოფა საზოგადოების და სოციალური დაცვის კარგი სისტემა. ძლიერი სოციალური პოლიტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახებისათვის. ამ პოლიტიკის არსებობა ეკონომიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური სტრესის მიუხედავად ოჯახებს განვითარების საშუალებას აძლევს. ძლიერი სოციალური პოლიტიკა გულისხმობს დასაქმებას, სიცოცხლის მინიმუმს, სოფლად შემოსავლის წყაროს მხარდაჭერას, მიწის სამართლიან რეფორმას, სათანადო კომპენსაციას იძულებითი განსახლების შემთხვევაში. გარდა ამისა, სოციალური პოლიტიკა, რომელსაც დადებითი შედეგი მოაქვს ოჯახებისათვის, გულისხმობს სოციალური დაცვის სისტემების ხელმისაწვდომობას. მაგალითად, უნარშეზღუდული ადამიანების ან უნარშეზღუდული ბავშვების მოვლენების უზრუნველყოფა სახელმწიფო შემწეობით, უმუშევართა დახმარებას, ხელმოკლე ოჯახებისათვის ჯანმრთელობის დაზღვევას ან უფასო მკურნალობას. ფულადი სახსრებით ან საკვებით უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების დახმარებას. გავლენას ახდენს აგრეთვე გარემოში არსებული რისკ ფაქტორების შემცირება. თემის დონეზე ჯანმრთელობის დაცვის ინიციატივებს შეუძლიათ ძალადობის დონის შემცირება. მაგალითად, გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ ჯანდაცვის ინიციატივებს, რომლებიც საზოგადოებისათვის მალდე ტოქსინებს ანადგურებენ, შეუძლიათ შეამცირონ ბავშვებზე ძალადობა. ამის შედეგად მცირდება ემბრიონული ტვინის დაზიანების პროცენტი და მისგან გამოწვეული შემეცნებითი აშლილობები, ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტი და ჰიპერაქტივობა. ცხადია, მცირდება მაღალი რისკის მახასიათებლების მქონე ბავშვების რაოდენობაც. ანალოგიურად, ალკოჰოლის შეზღუდული ხელმისაწვდომობა თავისთავად ცხადია ალკოჰოლის სასმელებით მოვაჭრე მაღაზიების რიცხვების ან ფასების კონტროლის აგრეთვე ხელს უწყობს ბავშვების დაცვას ძალადობისაგან. მსგავს ცდილობებს განვითარებად ქვეყანაში შეუძლიათ ბავშვების მიმართ ალკოჰოლის გამოყენებასთან დაკავშირებული ძალადობის შემცირება. სხვა პერსპექტიული ინტერვენციები გულისხმობს ნაცემი ქალებისა და მათი ბავშვებისათვის თავშესაფრებისა და კრიზის ცენტრების უზრუნველყოფას, ჯანდაცვის მუშაკების ტრენინგებს, რათა მათ გამოავლინონ და იმუშაონ იმ ადამიანებთან, რომლებიც ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი იყვნენ. პერსპექტიულ ჩარევებს განეკუთვნება ასევე ჩარევები, რომლებიც განამტკიცებს კავშირებს ფსიქიატრიულ მკურნალობის, ნარკომანიის მკურნალობისა და ბავშვის დაცვის სამსახურებს შორის. სოციალური და კულტურული ნორმების ცვლილება, ესეც გარკვეულ ზეგავლენას ახდენს. ეს ცვლილება ბავშვთა მიმართ ძალადობის მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორებს წარმოადგენს. ეს ნორმები ძალიან ხშირად ბავშვთა მიმართ ძალადობის გამართლებისათვის გამოიყენება. ცალკე აღებულ საკანონმდებლო რეფორმას დამოუკიდებლად არ შეუძლია მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარება ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებში, თუ არ შეიცვლება დამოკიდებულება ბავშვის სტატუსის, ბავშვის მკაცრად დასჯის, გენდერული როლებისა და ოჯახის ხელშეუხებლობის მიმართ. მშობლებს და ოჯახებს გაუჭირდება თავიანთი ქცევითი ნორმების შეცვლა, თუ არ შეიცვლება ნორმები და ქცევები ფართო საზოგადოებაში. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები
მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში და იმ სოციალურ ნორმებზე ზემოქმედებაში, რომლებმაც შეიძლება მოახდინონ გავლენა ქცევაზე. ტელევიზიის საეთერო დრო უნდა დაეთმოს ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხების გაშუქებას. საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელების გარეშე რთული იქნება ხანგრძლივი პრევენციის განხორციელება და ქცევითი ნორმების შეცვლა. ოჯახში ბავშვის მიმართ ძალადობის თავიდან აცილებას გაუწევს დახმარებას შემდეგი თემების პროპაგანდა. ბავშვის უფლებები, მათ შორის უფლება დაცული იყოს ძალადობის ყველა ფორმისაგან. ფიზიკური დასჯის მავნე შედეგები და ასევე იმის აუცილებლობა, რომ მშობლებმა თავიანთ შვილებთან დაამყარონ დადებითი არაძალადობრივი ურთიერთობები და ისწავლონ ბავშვების აღზრდის მეთოდები. ოჯახში სექსუალურ ძალადობაზე დუმილის დარღვევა, დამკვიდრებული შეხედულებებისა და წინასაშექმნილი აზრის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც შეამცირებს უნარშეზღუდული ბავშვების ძალადობის წინაშე დაუცველობას. მავნე ტრადიციული ჩვეულებები, ძალადობა გენდერული ნიშნით, მამაკაცებისა და ბიჭების როლი ძალადობის პრევენციაში. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის ზეგავლენა ბავშვების სტიგმატიზაციაზე და ძალადობისაგან დაუცველობის გაზრდა. ახლა ვნახოთ ურთიერთობის პრევენციის სტრატეგიები. ეს გულისხმობს ერთი ფორმა არის ასეთი ოჯახში მონახულება და მშობელთა განათლების პროგრამები. ყველაზე წარმატებული პროგრამები მიმართულია როგორც ოჯახის შიგნით ბავშვის განვითარებისაკენ, ასევე ოჯახების შესაძლებლობის გაზრდასთან. გაუმკლავდნენ ოჯახის გარეთ არსებულ მოთხოვნებს. მშობლებისა და აღზრდელების განათლების პროგრამები ხელს შეუწყობს დისციპლინის დამყარებისა და აღზრდის არაძალადობრივი მეთოდების აღიარებას. ოჯახში მონახულება გულისხმობს ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების, სოციალური მუშაკებისა და სპეციალურად მომზადებული მოხალისეების მონაწილეობას ჩვილთა და მცირეწლოვან ბავშვთა საჭიროებების შეფასებაში, ასევე მათი მშობლების უნარის შეფასებაში. ოჯახში ინდივიდუალური მონახულება მიზნად ისახავს ემოციური თანადგომის გაწევას და ტრენინგების ჩატარებას, რათა ხელი შეუწყოს მშობლების განათლებას, მათი ქცევის და უნარჩვევების განვითარებას და გარკვეულწილად შეფასდეს ოჯახი. ოჯახში მონახულება იმის შესაძლებლობასაც იძლევა, რომ ოჯახი საჭიროების მიხედვით სხვადასხვა საზოგადოებრივ სამსახურს დაუკავშირდეს. ოჯახში მონახულების ყველაზე წარმატებული პროგრამები მიმართულია იმ ოჯახებისაკენ, სადაც ბავშვის მიმართ ძალადობის განხორციელების რისკი არსებობს და ეს პროგრამები, როგორც წესი, იწყება ქალის ურსულობიდან და გრძელდება ბავშვის 2 წლის ასაკამდე მაინც. აღნიშნული პროგრამები ნერგავს დადებითი ქცევის ნორმებს, ოჯახებს დახმარებას უწევს სტრესის მართვაში და ოჯახისათვის მნიშვნელოვან მთელ რიგ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას. პროგრამები მოქნილი უნდა იყოს, რათა შესაძლებელი იყოს ოჯახში მიმდინარე ცვლილებებთან მათი მისადაგება. პრევენციის ერთ-ერთი წარმატებული და ფართოდ გავრცელებული სტრატეგია მშობლების განათლება ბავშვთა აღზრდის საკითხებში. ბავშვთა აღზრდის პროგრამები უნდა ემსახურებოდეს როგორც დედების, ასევე მამების უნარჩვევების გამტკიცებას. განათლება ადრეულ ასაკში და ბავშვის მოვლის პროგრამები. იგი ესაჭიროება ბევრ ოჯახს, რომელიც დაეხმარება არა მხოლოდ აღზრდის ძირითად საფუძვლებში, არამედ მათი ბავშვების სტიმულირებისა და განათლების საკითხებშიც. ადრეულ ასაკში ბავშვების მოვლის და განვითარების შემუშავებული პროგრამები შეიძლება ეფექტური იყოს ოჯახში ძალადობის განეიტრალების საქმეში. და ბოლოს არსებობს იმ ოჯახების დახმარების პროგრამები, რომლებსაც უნარშეზღუდული ბავშვები ჰყავთ. თანდაყოლილი უნარშეზღუდულობის მქონე ბავშვების მიმართ ოჯახში ძალადობის შემცირების პროგრამების ეფექტურობაზე ძალიან ცოტა კვლევაა ჩატარებული, თუმცა
გამოვლენილია, რომ უნარშეზღუდული ბავშვების მშობლებისათვის მოწყობილმა ხანმოკლე დროებითმა შესვენებამ შეიძლება მთელ ოჯახს შეუმციროს სტრესი და თან შეასრულოს ძალადობის პრევენციისაგან მიმართვა სტრატეგიის როლი. მხარდაჭერის მსგავსი მექანიზმები შესაძლებელია ორგანიზებული იყოს როგორც რელიგიური არასამთავრობო ორგანიზაციებისა, ისე სახელმწიფო უწყებების მიერ და მათ შეუძლიათ დახმარების გაწევა უნარშეზღუდული ბავშვების მიმართ ძალადობის თავიდან ასაცილებლად. ეხლა ნახოთ მესამე ინდივიდუალური დონის სტრატეგიული მიმართულები. მშობიარობამდე და შემდგომ პერიოდში ზრუნვის და ოჯახში მონახულების პროგრამები. ამ დროს ბავშვთან მიმართ ძალადობასთან და უგულებელყოფასთან საბრძოლველად მნიშვნელოვანია დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები. ამგვარი მომსახურება ხელს უწყობს მშობელსა და ბავშვს შორის სიახლოვეს და მშობლების მხრიდან მცირეწლოვანი ბავშვების მიმართ ძალადობის რისკის შემცირებას. ბევრ ქვეყანაში არსებობს ახლად ნამშობიარი დედების დამხმარე პროგრამები, ხოლო ზოგ ქვეყანაში ჯანდაცვის მუშაკების ან საზოგადოებრივი მოხალისეების მიერ ახალშობილთა ოჯახში მონახულების პროგრამები. ეს პროგრამები ხელს უწყობენ ახალგაზრდა მშობლებს ადრეულ ეტაპზე აღმოუჩინონ სათანადო დახმარება. არსებობს აგრეთვე ოჯახში მონახულება და მშობელთა განათლების პროგრამები. ეს პროგრამები მიზნად ისახავს ოჯახისა და თემის შესაძლებლობის გაძლიერებას, რათა ხელი შეუწყონ ბავშვის ჯანსაღ განვითარებას, ასევე მიზნად ისახავს პრობლემების მქონე ოჯახების დროულ იდენტიფიცირებას და მათთვის დახმარების გაწევას. და ბოლოს პროგრამები ბავშვებისათვის და მათი მონაწილეობით. საუბარია სასწავლო და საზოგადოებრივ საწყისებზე დამყარებულ მთელ რიგ ცენტრებში ცხოვრებისათვის აუცილებელი უნარჩვევების სწავლებას, რომელსაც საიმედო შედეგები მოაქვს. ეს პროგრამები ბავშვებს საშუალებას აძლევს ამოიცნონ და თავიდან აიცილონ სახიფათო სიტუაციები, ასწავლის მათ მისაღები და მიუღებელი შეხების მნიშვნელობას, უფროსისათვის ეგრეთ წოდებული არასთქმას, როდესაც ისინი უხერხულობას ან ძალადობას განიცდიან. ამგვარი პროგრამები უფრო ეფექტურია, როდესაც ისინი ერთიანი სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენენ. მთელ რიგ ქვეყნებში ბავშვის უფლებათა მოძრაობის ხელშეწყობით შეიქმნა ბავშვებისა და მოზარდების ორგანიზაციები, რომლებაც ბევრ თავიანთ წევს მისცეს შესაძლებლობა გამხვდარიყვნენ თავდაჯერებული, ესაუბრათ საკუთარ პრობლემებზე და სხვებთან ერთად მიეღოთ ზომები ბავშვების მიმართ ჩადენილი ძალადობის შესამცირებლად. ბავშვების საქმიანობა სკოლაში და საზოგადოებრივ გარემოში მხარდაჭერა სჭირდება, ვინაიდან თანატოლების ჯგუფებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი შეასრულონ რისკის წინაშე მდგარი ბავშვების იდენტიფიცირებასა და აქტიური საწინააღმდეგო ზომის მიღების საქმეში.